სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი ეგრეთ წოდებული თეთრი სიით სარგებლობის წესები იცვლება. სია, რომელიც სექტორს გარკვეულ ბენეფიტებს თავაზობდა, ახლებურად დარეგულირდება. საუბარია შეღავათებზე, რომელიც სახელმწიფო ტენდერებისა და შესყიდვების გამოცხადებისას თეთრ სიაში მყოფ კომპანიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად ავანსად, მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტიის წარდგენას ავალდებულებდა. მეორე 50%-ს სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებდა. კომპანიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ თანხის დაკარგვის მაღალი რისკის არგუმენტით ავანსის ოდენობა იცვლება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა ყოველწლიურად 10%-ით შემცირდება. საკითხზე სამშენებლო სექტორმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში იმსჯელა. როგორ ფასდება მიღებული გადაწყვეტილება? მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ. მთავრობამ ეგრეთ წოდებულ თეთრ სიასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. რევას სოხაძის განმარტებით თეთრი სია არ გაუქმდება, რაზეც აქამდე იყო საუბარი, თუმცა მიდგომა შეიცვლება და მასში მოხვედრა ეტაპობრივად გამკაცრდება. რა არის თეთრი სია? ეს არის კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ტენდერსა თუ შესყიდვებში მონაწილეობისას გარკვეული ბენეფიტებითა და შეღავათებით სარგებლობენ. მაგალითად, თუ ახლა ამ სიაში მყოფი კომპანია სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისას სახელმწიფოსგან ავანსის თანხას იღებს, ავანსის მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება აქვს. დანარჩენ 50%-ზე კი რისკი სრულად სახელმწიფოზეა. მინისტრის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ არაუზრუნველყოფილი ავანსის გადახდა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ კი კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ბუნებრივია სახელმწიფო თანხის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდება. ამიტომ ეს მიდგომა მომავალი წლიდან შეიცვლება და საავანსო გარანტიები ეტაპობრივად გაიზრდება. 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს 70%-ით, 2028 წელს 80%-ით, 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან თეთრ სიაში და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით. ეს პროცედურები არ იყო სწორად დარეგულირებული და სახელმწიფო საკმაოდ კაბალურ პირობებში აღმოჩნდა რამოდენიმე შემთხვევაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან ეს არის სამართლიანი მიდგომა, მათ შორის ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, თუმცა მათაც მოუწევთ აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ იმ თამაშის წესებს, იმ პირობებს, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწესებთ, იმას აყვნენ, მიაქციონ და იზრუნონ ხარისხზე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერანაირ კომპრომისს ვერ დავუშვებთ ხარისხთან დაკავშირებით, დროსთან და ხარჯებთან მიმართებაში. სამშენებლო სექტორი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას არ გააუქმოს ეგრეთ წოდებული თეთრი სია და ახალ სისტემაზე გადაეწყოს დადებითად დაფასებს. როგორც სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებმა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადეს, ახალი მოდელი ყველა კომპანიაზე იქნება მორგებული. თუ დღეს იყო 50% თეთრი სიით, მომავალ წელიწადში იქნება 60, 70%, ესე განვითარდება საფეხურებრივად, რაც მიცემს ბიზნეს საშუალებას, რომ ეტაპობრივად გადავიდნენ და მოიმზადონ უფრო კადრ კონკურენციისთვის. ანუ საკმაოდ პოზიტიური იყო დღევანდელი განცხადება, ცალსახად შემიძლია თქვა, ყველასთვის მორგებული მოდელი ეხანდელი გადაწყვეტილება. ყოველთვის არსებობს კეთილსინდისეერი და უპასუხისმგებლო კომპანიები. შესაბამისად, ზოგ-ზოგ ერთმა ცუდად ბოროტად ისარგებლა, რა თქმა უნდა, გააჩინა კითხვები სისტემის მიმართ. კარგი არის, რომ პრობლემაც იდენტიფიცირებული არის და გადაჭრის გზისკენ მივდივართ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ფასების პოლიტიკას. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში. კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ დღეს არსებული მიდგომა რეალობას სათანადოდ ვერ ასახავს. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ცვლილებების გატარება კომპანიებს ჯანსაღ კონკურენციაში ჩააყენებს, თუმცა ამასთან მშენებლები არ გამორიცხავენ, რომ ახალი მიდგომა ტენდერების ღირებულებას გაზრდის. სამხარეულოს ექსპერტიზა უკვე დააწესებს ფასებს და აღარ იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული ყოფერია წიგნიდან, რომელიც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არაა რეალობასთან. სავარაუდოდ გაზრდის ტენდერების ღირებულებას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებაში ისაუბრა მინისტრმა, რომ არ აპირებენ ზედმეტის გადახდას, არც ნაკლების გადახდას. უკვე როდესაც იქნება ჯამრთელი ფასი ბაზარზე, კომპანიების კონკურენცია მეტად გაიზრდება. ფასწარმოქმნის ნაწილში
ის პრაქტიკა, რომელზეც ესე ვთქვათ, ტენდერების განფასება თუ საპროექტების განფასება ხდებოდა, გადაიხედება და სახელმწიფოც იზიარებს იმას, რომ მაქსიმალურად სატენდერო ფასი უნდა იყოს საბაზრო, რომ შედგეს კონკურენცია და ხარისხიც მიიღოს. აქედან გამომდინარე, მუშა პროცესში ვარ. სამშენებლო სექტორთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა სამუშაოების ხარისხსა და შესრულების ვადებზე. რევაზ სოხაძის თქმით, მომავალი კვირიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მათ შორის თავად მინისტრი, დაიწყებენ ობიექტების მონახულებას და დარღვევებზე ხისიერი რეაგირება ექნებათ.